აი, შეხედეთ, რამდენი რამე მოვიდა. კიტრი, საწებელი, დიდი ხორცი, ყველი, აი რამდენია შეხედეთ. ეს კატლეტი არის, აი შეხედეთ. რამერი წვნიანი. ვაუ! ბევრი სალათის ფურცელი, ბევრი მდნარი ყველი და უგემრიელესი სოუსი. ამიტომ მიყვარს ქუთაისი. აი რა მოვიდა. აღუნული ჩიზბურგერი. განერი გემოაქ. აი ახლა ლაპარაკზე კიდე არ დამიწყოთ რომ რაფერ ლაპარაკობო, რაფერ ლაპარაკობ და რაფერად ქუთაისელები ლაპარაკობენ, ის ლაპარაკობ. აუქნა. კომბოსტო, პომიდორი, მაიონეზი და რატომ მირჩევა ხა ეგ საბავშვო არის და არ ვქი პატარა, საშუალო, დიდი, რა თქმა უნდა საბავშვო და ეს. ნება ცოტა ჭამ. კატლეტი 4 კუთხებია, სივია. სივი შეწვა გამოიყენეს. კაი ხარეს ჩა. ოღარი. მესამე დღეა ძალიან გაძიერებულ კვებაზე ვარ. გაუმარჯოთ ჩემ გამომწერებს. რატო ვდგავარ ახლა? იმიტომ ვდგავარ აქ, რომ მაკდონალდსი არის ქუთაისში, აი ამ ფონტანის მოპირდაპირე მხარეს. გადავწყვიტე რომ წავიდე მაკდონალდსში, ვენდიში და ქუთაისური მაკდონალდსი არის. კიდე ექსტრა მითი და ექსტრა მითი. მაინტერესებს რას ვიყიდი 20 ლარად. კიდევ თუ მოვახერხებ 20 ლარის პარკლებში ჩატევას, მაინტერესებს რა არის ვეგანური და ჩვეულებრივი. მე როგორც იცით, ყველაფერს ჭამს, რაც იჭმება, რა თქმა უნდა. აი ირმა ხორცს არ ჭამს, წავეცება. ნახეთ აბა 20 ლარად რამეს თუ ვიყიდეთ აქ. რა არის აქ ჯერ სიახლეში ნახოთ. 27, 20, 17, 12, 8 ლარად. აბა გინდა? ჩიზბურგერის პატარა მენიუ წვირს 9.95. ჩიზბურგერით არის ცნობილი მაკდონალდსი და ოდე ეს მენიუ ავერჩიეთ. ჩიზბურგერი უფრო იაფიღებს, ვიდრე ვეჯი ბურგერის პატარა მენიუ და რატო? იმიტომ რომ არავინ არ უკვეთავს სავანაუდოდ. ოდა ვისაც უნდა უეჭველი გადაიხდის ახლა 12 წელს. 9.95 ღირს ეს და 12.5 ღირს ერთ ყველაზე იაფი. გადავშეთ ცოტათი? ხო, აბა. აი ვეჯი ბურგერის პატარა მენიუს ავერჩიო. აი ვერ ჩავჯექით ფასში. ამიტომ უყვართ ბავშვებს მაკდონალდსი. დავუცადოთ ახლა და მოვა ჩვენი საჭმელი, რომელიც გაჩნდა 21 ლარი და 90 თეთრი. მოვიდა ჩვენი საკვები. აი რა მოვიდა. აღუნული ჩიზბურგერი, ბევრი კეჩუპი, აი ყველი, პატარა ხორცი და ცოტა ხახვი. წინასწარ ვიცი ამის გემო განაირი იქნება. ელიდრი არ მიჯამია და მეგემრიელება. ჩიზბურგერის გემო მაკდონალდსში არ იცვლება რა. ჩვეულებრივია. მოდი ახლა ფრი ვნახოთ. მაკდონალდსის ფრი მიყვარს. ძალიან გემრიელია. მარილს უშვებიან კარგად და მაგიტო არ. და სპრაიტი მიყვარს. განერი გემო აქ? რასი გემო? ქეგი, ბორჯომის გემო აქ? ძალიან საშინელი გემო აქ. ნახე? აშკარად სპრაიტის გემო არა აქ, რაღაც მინერალური წყლის გემო აქ. მაკდონალდსში რა უნდა შევუკვეთო კოკა-კოლა. მოდი კოკა-კოლას გაგისინჯავ. წყალ-წყალა არის. დიდი ახლა ირმა შენ გასინჯე შენი ვეჯი ბურგერი. რანაირია? ეს რა არის ბალახი რა სავს. კომბოსტო, პომიდორი, მაიონეზი და რაღაც. რა. ეს რაღაც არის კარტოფილი და კიტრი. ჯანტამია. მოვიდა და გვესტუმრა. ძალიან საყვარელია. გონი ამას არ შეია ჩემსავით. აი ეს არის მაკდონალდსი. გართობაში ვიხდით ფულს, იმიტომ აი ეს
კიდევ ვერ მოვინელე, ძალიან ცუდი გემოა. პატარა ფრი, პატარა ბურგერები და 2 კაცს და 1 ცალი ხელსახვეც. ამაში გადავიხადეთ 21 ლარი და 90 თეთრი. სტანდარტულად ცუდი გემოა მაკდონალდსში ყველაფერს. ეხავს რომ ასე ვამბობ, ესეთ გარემოსვაში ვარ. მაგრამ რა ვქნა, რაც სიმართლეა. მოუცადეთ ქუთაისურ ექსტრა მიც და გაჩვენებთ სად არის გემრიელი ყველაფერი. უეჭველი ვიცი, იმიტომ სულ დავდივარ. აქ ძვირს ვიხდით და სტანდარტული გემოა ყველაფერს. გამოვედით მაკდონალდსიდან, როგორც ნახეთ, 20 ლარში ვერ ჩავედიეთ, მაგრამ 21 და 90-ში ჩავედიეთ და ამ ფასში მოგვივიდა ჩვეულებრივი ჩიზბურგერი, ვეჯი ბურგერი, რომელიც მე არ ვიცი და ირმა იტყვის როგორი იყო. პატარა ფრი და კოლაც წყალ-წყალა იყო. სპრაიტი, რავი, დაკლებას რო ვაპირებდი და ლიმნიან წყალს რო ვსვამდი და გაზი რო დამემატებია, იმის გემოა სპრაიტის გარდა ყველაფერი იყო რა. თიანობაში მაკდონალდს დაუწერდი 5 ქულას. ისიც იმიტომ რომ თოჯინა მოვიდა და ცოტა გავერთეთ. მინდა გითხრა რომ ვეჯი ბურგერი ყველგან თითქმის ერთნაირია, ასე რომ კარტოფილით და პურით არის დამზადებული. მაიონეზს აქვს განსხვავებული გემო ხოლმე. კიტრიც კარგად ქონდა სხვათა შორის, რავი, გემრიელი იყო ჩემთვის. მაკდონალდსი ძალიან მიყვარს. 10-დან 8. აი, ვენდიში წავიდეთ და ვენდიში ვნახოთ, რას ვიყიდით, წავედით. მოვედით შემდეგ ადგილზე, რომელიც არის ვენდისი. ახლა აქანავე ვეცადოთ 20 ლარად ვიყიდოთ რამე ჩემთვის და ირმასთვის. ერთ მენიუს ვიყიდი, ვეჯი ბურგერის და მეორე ჩვეულებრივი და სავარაუდოდ 20 ლარის ფარგლებში უნდა ჩავედი ალბათ. უფრო მეტი რამე არის აქ. დესერტები, პიცები. აი. ჰამბურგერის კომბო ღირს 75. ეს ერთი და ახლა უნდა ვეძებთ ირმასთვის ვეჯი ბურგერის კომბო. და აქაც როგორც გეუბნებით, ღირს აი ძვირი 11 და 45. სპრაიტს აღარ ავირჩევ. მაკდონალდსში დალევის შემდეგ იმნაირი იყო. აი, აქ უფრო ჩავედიეთ ფასში, შეხედეთ 20 ლარი და 20 თეთრი. მადლობ, თქვენ შეგვეც ნომერია 71-62. ჩეკი არ მოგცა. უნდა დავიმახსოვროთ, ხო? 71-62. თან ახლა ბურგერების შედარება მინდა ვენდისის და მაკდონალდსის. ფასით უფრო იაფი გამოვიდა. გამოიწერეთ მანამდე ჩემი არ. ეს უფრო მადის აღძვრელად გამოიყურება. საწრუბებიც არ მოყვა იქ. საწრუბებიც მოყვა. აი ჰამბურგერი ძალიან პატარა არის. აი ეს ვეჯი ბურგერი ძალიან დიდია და აქ უფრო იაფად შევკვეთეთ რაღაცეები. ფრი უფრო მეტი არის. ბურგერიც აი ეს ცივი არის. ალბათ გამზადებული ქონდათ უკვე და ამას არ უკვეთავს სავარაუდოდ არავინ ვეჯი ბურგერს და ამიტომ ცხელია. ჩემი დასკვნა ამნაირია. მენიუს ქვია საბავშვო. აი რო ვირჩევთ იქ ჰამბურგერი და ფრი და კოლა საბავშვო. რატომ მირჩევ ახლა ეგ საბავშვო არის და არ ქვი პატარა, საშუალო, დიდი, რა თქმა უნდა საბავშვო და ეს. იქნება ცოტა ვჭამ. კოლა გავსუჯოთ პირველებამ. აუტკბილია. ზერო შეკვეთა არ შეიძლებოდა ნეტავი. ფრი გავსუჯოთ ახლა. ნორმალური ფრია. ახლა ამის გემო უფრო მომეწონა, არა და მაკდონალდსის ფრი მომწონს ხოლმე. მოდი ახლა ბურგერიც გავსინჯო. აი, მასე გამოიყურება ბურგერი. ატლეტი 4 კუთხებია, სივია, სივი შეწვა გამოიყენეს. აი, კეჩუპი და მაიონეზი არის არეული ერთმანეთში და ერთი ცალი ხახვი და 2 პატარა ნაჭერი კიტრი. კეჩუპი და მაიონეზის მაინტერესებიან ეგ. ჩვეულებრივი კეჩუნეზის გემო აქ რა. აუ, ჭამაც არ მომინდა, იმიტომ რატოა ცივი? არ გამომიძახებია, აქვე ვარ ხო? აი, გავსინჯოთ ახლა. ზამშრალია. ყველაფერი ერთ ხარისაა აქ სავარაუდოდ და იმ ხარიდან დავიწყე მანდა მაინც. პური დიდია. კატლეტი რო ახლა არა შემწვარი, მაგი კი ვიცი. სივია. კიტრთან და ხახვთან და კეჩუნესთან ერთად ავამახი იქნება გამოსწორდეს რა. არაფერი არ გამოსწორებულა. მაკდონალდსის ჩიზბურგერი ჯობდა აშკარად. ფრი ესეც ნორმალური არის. კაი, ახლა ირმა შენ გასინჯე. ეს და მითხარი როგორი არის? მე არ გამიმართლა. მოდი იქედან დავიწყოთ, რომ ფრი საერთოდ არ მივწეს. ძალიან მშრალია და ძალიან რაღაცნაირი. აი ვეჯი ბურგერი. აი, დიდი პომიდორი, სალატის ფურცელი.
ეს ჩუნეზით არ დაიშურენ შერთან. უბრალოდ წრე არ მომწონს ამაში. ყოლაც გემრიელია. შეიძლება რომ წამო, დამანებებ თავს. აი დავჭი ახლა მე უჭმელი ეს არ მომეწონა, ამას არ შევკამ. ხუდია. ეს გამასინჯე. ო, კაი ხარეს ჩაო. რავი. ფოთაშორის გემრიელია. ეს ვეჯი ბურგერი კაია. თანამშრომლები სხვათა შორის ყურადღებიანები არიან. მაპირებდი რომ გამინადგურებია ეს ადგილი, მაგრამ აი ამაზე ვამბობდი. აი იმის გამო რომ ბურგერი იყო ცივი, ნაყინი და ყავა ვაჩუქეთ და მადლობა ამისთვის. დიდი სამეთკი ვიძახი და არ მინდა არაფერი თქვა, მაგრამ ისე კარგად გამოიყურება, მომინდა გასინჯვა და ნახოთ აბა. რა გემრიელია. რაღაც დუბაის შოკოლადის შეხედულება აქვს და გემოც იმისკენ მიაკ. იმენდემს ის გემოც მოდის, მაგრამ საიდან მოდის ვერ გავიგებ. შიგნით არაა. გემრიელესი რაღაცა. არ ვიცი რა ღირს, მაგრამ გემრიელი არის. ნაყინი არ მიყვარს. არც კბილი, მაგრამ ამას ნეიტრალური გემო აქვს რაღაც. ხილის შეიძლება ნუში კონდეს მოყრილი ზედა. აი დუბაის შოკოლადში რვა სავარაუდოდ აი ისენი. ნაყინს გემრიელია შოკოლადთან ერთად. მამა შეუკვეთავდი. ვეჯი ბურგერი ყველგან ძალიან გემრიელია და აქ მით უმეტეს ახლა კაი იყო. ფრი არ მომეწონა და აი ეს ძალიან გემრიელია. კარგიო. ავექი. ვენდისაც დაუწერდი როგორც მაკდონალდს 5 ქულას, მაგრამ თანამშრომლების ხათით 1 ქულას მოუმატებ და დაუწერ 6 ქულას. კარგი. წავედით ახლა, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და წავედით ახლა ქუთაისურ ტრაფიკების ობიექტში. და იქ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგი იქნება. მოვედით მესამე ადგილზე, რომელიც არის ექსტრამითი. ექსტრამითი არის ქუთაისური ფასტფუდია. არ დაგავიწყდეთ, რომ 20 ლარში უნდა ჩავეტიოთ ორივე რა. აი, რანაირი სიაფია, უბრალოდ შეუყურეთ. ჩიზბურგერი შეუკვეთე, ბურგერი ვეჯი არ იყო. ამიტომ სენდვიჩი შეუკვეთე ვეჯი, ქართული ჩიფსი შეუკვეთე და ჰოთ-დოგი შეუკვეთე კიდე კლასიკური. ევისე. გეჭამ, ვეჯი რაც ვიყავი აქ, მარტო იყო სენდვიჩი. ფრი შეიძლებოდა, მაგრამ ფრი არ უნდოდა, ირმას არც მე არ მინდოდა რაღაც ფრის ხასიათზე არ ვარ. ასე რომ აქ დაგვიჯდა ყველაფერი 19 ლარი და 20 თეთრი. აი, ასეთი გარემო არის. ნამინდა და შენი აყოლე არ მაწყობს მე. მესამე დღეა ძალიან გაძლიერებულ კვებაზე ვარ. შენი კვების კონტენტით არა ვარ დიდად კმაყოფილი. არა უშავს, ახლა დავამთავრებ ამ ვიდეოს და შენი ნაირად იღებ, აღარ მოგიწევ ჩემთან ერთად არცაც ამასვლა. ექსტრამით კიდევ აქვს გარეთ დასაჯდომები. სიყვარულის ბაღში არის ეს დასაჯდომები და ძალიან ლამაზი ადგილია. აი, შეხედეთ, რამდენი რამე მოვიდა. ქართული ჩიფსი, ვეჯი სენდვიჩი, კლასიკური ჰოთ-დოგი, ერთი ჩიზბურგერი. აი, მეგობრებო, გავშალე ხელი. ამიტომ მიყვარს ქუთაისი. ეს ყველაფერი მოგვივიდა 19 ლარი და 20 თეთრად. გონდი ხა ქართული ჩიფსი გავსინჯოთ, როგორია. ადის აღსრელად გამოიყურება სხვათა შორის. ხრაშუნის ტესტი გაიარა, მაგრამ ხრაშუნობს. ძალიან ბევრი არის და რაღაც საკმაოდ მწვანილების გემო აქვს. გემრიელი რაღაცა. ეს ღირდა ლარი და 60. და ლარი და 60-ისთვის რამდენია შეხედეთ, აი. შეხედეთ. ძალიან კაი საკმაზებითაა გაკეთებული. ოდნავ ცხარი არის.
გემრიელია. არა, ხორცის გემო არა. ასინჯერ ამაგარია. მოდი ახლა ბურგერი გაჩვენოთ. აი ეს არის ჩიზბურგერი. გავხსნათ. აი, კიტრი, საწებელი, დიდი ხორცი, ყველი, აი რამდენია შეხედა. გამსიმს ხორცია შეხედა. ეს ცხელია, ფოთაშორის. ამას კიდე მოყვება, მოიცადეთ. ხელთათმანები მოყვება, რომ არ დავისვაროთ. მე კიდე პირდაპირ მივადექი, ისე მადის აღჭურვილად გამოიყურება. კაი. გავცინოთ ახლა ჩიზბურგერი. მაკდონალდსის ჩიზბურგერთან შედარებით და ვენდისისთან შედარებით თითქმის ორჯერ დიდია. აუ, რა კარგი სუნი აქვს. არ დამელაპარაკო. აი შეხედე, ენერი წვნიანია. ეს კატლეტი არის, აი შეხედე. ენერი წვნიანი და ხორცი აქ ძალიან გემრიელი გემოდა. კაი საკმაზებითაა გაკეთებული და თან კაი შემწვარიცაა და მთლიანად ბურგერის სველი არის და ძალიან გემრიელია. ეს უეჭველი უნდა ვჭამო, ბოლომდე იმნაირი გემრიელია. მიხდით ალბათ, ანაირი გემრიელიცაა. ეს ბურგერი ღირს 5 და 90 მე მგონი და ასეთი გემოსთვის ძალიან იაფია. ჩიპსიც. ახლა ჰოთ-დოგი ვნახოთ კლასიკური. აი ვიზუალზე კარგად გამოიყურება. სუნი მდოგვის აქვს, ეს ბულკი ძალიან რბილი. რა ვიცი, გავსინჯოთ ვნახოთ. ძალიან გემრიელი არის. აი ნახეთ. მიყვარს ხახვი და აი ბევრი ხახვი, მწვანილი, სოსისი, თბილი პური. ერთიანობაში აი ეს მდოგვიც მწარე არ არის. ჰოთ-დოგისთვის კაი არის. ეს ჰოთ-დოგი ღირს 3 და 80 თუ 3.5 მიახლოებით. გემრიელია ძალიან. დღევანდელი დღეც და всё, დამთავრდა ჩემი ვიდეოებზე პარტნიორობა ქვია თუ რა ქვია, არ ვიცი. უბრალოდ ძალიან მოვიმატებ წონაში და არ მინდა. ხა რო გითხრათ, რომ ეს პირველად ჭამეთ ხო, ძალიან მოგატყუებთ, იმიტომ რომ ჭამ ხოლმე აი ამ გემრიელობას. ეს ვარ ესე ჩემ ვეჯი ბურგერში არის ფრი, ვაუ. ბევრი სალათის ფურცელი, ბევრი მდნარი ყველი და უგემრიელესი სოუსი. ძალიან დიდია კი, აი. დაახლოებით ეს. ეს ღირს 8 და 80. და ეხლა ესე გემრიელად დავარღვევ დიეტას. ანუ ვისაც კარტოფილი უყვარს და ესეთი გემრიელი სოუსი აქვს, არა მარტო ვეგეტარიანელებმა შეიძლება ისედაც შეუკვეთონ და ჭამო, რა ვიცი, ძალიან გემრიელია. არ გასინჯაო? მასინჯება ისი აქებ. მჟავე კიტრის სუნია. მჟავე კიტრიც არის კი. და ყველის და საწებლის რაღაც. აი ნახოთ აბა. შენ კარტოფილი გიყვარს და ძალიან გიგემრიელია. და კარტოფილის გემო აქვს და ყველის გემო მოაქვს კიდე. მაგარია. ვეჯი რამე მომწონებოდა პირველად ნახე. აი მაგარია. ხახვის რგოლები აქვს კიდე უგემრიელესი. ჩვენები აქვს უგემრიელესი. მე ვიცი რომ აქ გემრიელობები კეთდება, იმიტომ რომ ხშირად ვწვიმ. აი მეორე ბურგერი ვნახოთ. აი ახლა ეს ბურგერი უნდა ვჭამო რა ვქნა. არა და ამბურგერის წაღებას სახში ვაპირებდი. ჭამელი არის სახში რა. და მე ვთქვი მას ვაჭმებ ხო, მაგრამ ისეთი გემრიელია, რა ვერ მოვითმენ. აი ხორციც ისეთი დიდია, ბულკი თბილი, ბევრი ყველი, სოუსი, რავი. გოდიშიანი. აუ მაგარია. აი უბრალოდ შეხედეთ. ხო ამდენი ხანია დევს და შეხედეთ აი. რბილი, სველი და გემრიელი არის. სუნი ძალიან მაღდის აღძვრელი აქვს. შენი არ ვიცი, მაგრამ მე რაც დევიგელი, მე მგონი ამ ვიდეოების გადაღების დროს ევინაზღაურებ ყველაფერს ერთად რა. ჩემი გამომწერების სახელზე. აი. უგემრიელესი ბურგერია. ბურგერი ვისაც გიყვარს და ვინმე თუ მოხვდებით ქუთაისში, გირჩევთ რომ მოხვიდეთ აი ეს რამეთში. ეს არის სიყვარულის ბაღში, ცისფერყანწელების ქუჩა არის, 4 ან 6 ნომერი იქნება, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სიყვარულის პარკს. თუ მიუთითებთ სადმე, მოხვათ აქ რა.
და არ ინანებთ თუ ეს ბურგერი ცუდი იქნება, მე მომთხოვეთ მაშინ პასუხი. ძალიან გემრიელი არის. აი ეს იყო გემოების თამაში რა. ჩიზბურგერზე თავს დავდებ რომ კაი არის. სხვა ბურგერები არ მაქვს ნაჭამი და არ ვიცი. ავარაუდოთ ისენიც კაი უნდა იყოს ალბათ. ნირმას რეკომენდაციით ვეჯი ბურგერიც ძალიან კარგი იყო. სხვათა შორის მეც გავსინჯე. პირველად მომეწონა ვეჯი რამე. 19 ლარად და 20 თეთრად. იმდენი რამე მოვიდა რომ ალადე. ამის ჭამას ვერ ვანებებ თავს. ძალიან გემრიელი. ანი, კაი წამოგიღებ რა ვქნა. აუ, ძალიან გემრიელი. კაი ერთ საჭურჭა. კაი მაცალეო. შევაჯამოთ კარგი ეს ვიდეო. მაკდონალდსი, ვენდისი და ექსტრა მითი. ლიდერი უპირობოდ გამოკვეთილი არის. რაც არ უნდა დაუწერო, ალბათ ხვდებით. არანაირი რეკლამა, უბრალოდ ძალიან გემრიელია ყველაფერი და რა ვქნა, იაფია. სხვებთან შედარებითაა იაფი. ექსტრა მითს დაუწერ მე 10 ქულას. რატო უწერ 10 ქულას? რაში დავაკლო ქულა არ ვიცი. ახლა ამ გენს რო შევადარე, ამიდან გამომდინარე უწერ 10 ქულას. დავამთავრე. 10-დან 10. კაი ახლა ლაპარაკზე კიდე არ დამეწყოთ რომ რაფერ ლაპარაკობო, რაფერ ლაპარაკობ და რაფერად ქუთაისელები ლაპარაკობენ ის ლაპარაკობ. ავქნა. შევაჯამოთ ახლა მაკდონალდს დაუწერე 5 ქულა, იმიტომ რომ მაკდონალდში არ არის გემრიელი არაფერ. ვისაც მაკდონალდსი მოწონს, შეიძლება იმას მოწონდეს და სულ ერთნაირი გემო აქვს და ჩემთვის სულ ერთნაირად ცუდი გემო აქვს. ვენდიში ასე ბურგერისთვის 1-2 ვარ ნამყოფი და კარგი თანამშრომლები მყავს, მაგის გამო დაუწერე 6 ქულა. და ექსტრა მითი, რატომ მიხარია? მე იმიტომ მიხარია, რომ ქუთაისური ადგილი არის. მე იმიტომ მიხარია, რომ კარგი გამოვიდა ეს ადგილი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, რომ იყურებთ და ხართ ჩემთან ერთად. მადლობა, რომ გამომიწერეთ, იმიტომ რომ დაახლოებით 90% არა გამოწერილი ჩემი არხი და ისე უყურებს, მაგრამ რა ვქნათ, მაგრამ თუ გამოიწერთ, კარგი იქნება. კარგი, შემდეგი ვიდეო სავარაუდოდ იქნება საბერძნეთიდან. და შევხვდებით საბერძნეთის ვიდეოში. ნახვამდის.